ევროპა ძლიერ სიცხეს ებრძვის, უფასო მეგობრებო, მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნების უმრავლესობა შეზღუდვებია დაწესებული, უცხოური მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ბოლო ცნობები ამ თემაზე ჩვენმა უცხოეთის ჟურნალისტმა ნინი ტაბელიძემ გააერთიანა და ეხლა შემოგთავაზებს სრულ ინფორმაციას. ევროპა სიცხის ტალღას ებრძვის. საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. უცხოური მედიის ცნობით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები. სიცხისგან გამოწვეული სითბურის ზიანის, დამწვრობისა და გაუწყლოვნების გამო კლინიკებში მომართვიანობა დღითიდღე მატულობს. მოსახლეობა რეკორდული სიცხისგან თავის დაღწევას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს. გამოცემა France 24-ის ცნობით, საფრანგეთში უსაფრთხოების რეგულაციების გამო 1300-ზე მეტი სკოლა დაიხურა. აიკრძალა მაღალი დაბინძურების მქონე ავტომობილების გადაადგილება. ჰაერის ხარისხის შესანარჩუნებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტ სიჩქარის ლიმიტები დაუწესდა. მათ 1 საათში მხოლოდ 20 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. დახურულია ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი. ქვეყნის მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, ტემპერატურა დღისით 39-დან 41 გრადუსამდე მერყეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სიცხისგან გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოებში 300-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ფრანგი მეცნიერების თქმით, 1900 წლის შემდეგ 2025 წლის ივნისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. 1 ივლისს იტალიაში 40 გრადუსი დაფიქსირდა. კონდიციონერებისა და გამაგრილებელი ტექნიკის ჭარბად გამოყენებამ რომში, ფლორენციაში, მილანსა და ბერგამოში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. როგორც გამოცემა გარდიანი წერს, მაღალმა ტემპერატურამ იტალიაში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში მომართვიანობა 20%-ით არის გაზრდილი. პაციენტების უმეტესობა ხანდაზმული ასაკისაა. სიცხის გამო იტალიის ზოგიერთ რეგიონში ღია ცის ქვეშ მუშაობა დროებით შეიზღუდა. ტემპერატურა 40-დან 46 გრადუსამდე მერყეობს ესპანეთშიც. ქვეყნის მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, 2025 წლის ივნისი ისტორიაში სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვეც შევა. მაღალი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს ესპანეთში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ სიცხის დროს ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდე შეზღუდონ და წყლის დიდი რაოდენობა მიიღონ. მაღალ სიცხეს ებრძვიან პორტუგალიაშიც. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის 18-მდე რეგიონში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ეს საფრთხის უმაღლესი მაჩვენებელია, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახური ექსტრემალური ტემპერატურის დროს აცხადებს. ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ათენის ქუჩებში და მშენებლობებზე მუშაობა დილის 9-დან დღის 2 საათამდე შეიზღუდა. დამსაქმებლებს ასევე დაევალათ თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. მოსახლეობას კი მგზავრობისგან და გარეთყოფნისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მიეცა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში ტემპერატურის 40 გრადუსამდე მომატებას ელოდებიან. შესაბამისი კონდიცირებისა და აღჭურვილობის არარსებობის გამო ადგილობრივმა რკინიგზამ მუშაობა დროებით შეაჩერა. ხელისუფლების განცხადებით, მაღალი სიცხის გამო ზოგიერთ რეგიონში ხანძრის გაჩენის საფრთხე საგრძნობლად გაიზარდა. კლიმატოლოგების განცხადებით, მაღალი სიცხე გლობალური დათბობის პირდაპირი შედეგია. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მომატებას კვლავ ვარაუდობენ და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.